Christe აღსდგა. Christe აღსდგა. Christe აღსდგა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. დღევანდელი კვირას ეწოდება განღვეულის კვირა. და სახარებად შესაბამისი იქნა ამოკითხული. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიერ აღწერილი სახარება მეხუთე თავი, სადაც საუბარია, რომ იერუსალიმში იყო ერთი ტბა, რომელსაც ბითესდა ერქვა, ცხოვართა საბანელთან. ეს ცხოვართა საბანელი მისათვის იყო, რომ ცხარი, რომელსაც შესაწირავად ამზადებდნენ, ჯერ გამბანდნენ, გაასუფთავებდნენ და შემდეგ შეწირავდნენ. იმიტომ რომ ხორციელათაც და ისედაც საუკეთესო უნდა შეწირულიყო ღვთისათვის. აი როგორც აბელმა რო შეწირა. ფეხმოტეხილი და რაღაცა ესეთი კი არ უნდა ყოფილიყო, საუკეთესო უნდა ყოფილიყო. ოღონდ ეს ძველ აღთქმაში. ის კი არა დღეს რომ ადამიანებს აი გაფაციცებით შეკითხვა აქვს, რომ თეთრია, მაგრამ ერთი პატარა შავი ბუმბული აქვს და თუ შეიძლება და თუ შეიწირება და ამგვარი დაწვრილმანება და ამგვარი ფანატიზმი ქრისტიანობას არ უხდება და არ ახლავს. საერთოდ უცხოა ფანატიზმი ქრისტიანობისთვის. არამედ ყველაფერს თავისი შინაარსი აქვს და ამ ტბასთან ასეთი რამ ხდებოდა, რომ მის გარშემო უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. სხვადასხვა დაავადებებით, სხვადასხვა, ესე იგი, ზოგს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ზოგი საერთოდ ვერ დგებოდა, ზოგი, ესე იგი, ბრმა იყო და ასე შემდეგ. იყო იქ ერთ-ერთი ადამიანი განღვეული, ანუ პარალიზებული, დამბლადაცემული, ვერ დგებოდა, საერთოდ ვერ მოძრაობდა. აი შეიძლება თუ სადმე მიხოხდებოდა ესე. ესეც მისი სიტყვებიდან ჩანს. და მივიდა აქ მაცხოვარი იესო ქრისტე და ამ კაცს ეკითხება და ეს კაცი თან იყო 38 წელი ამ სნეულებით. 38 წელი. და ეკითხება, რომ გინდა რომ განიკურნო? და პასუხობს, უფალო, მე კაცი არ მყავს. არავინ არ მყავს გვერდში მდგომი, რომ წყალი რო აიმღრევა, წელიწადში ერთხელ წყალი იმღრეოდა, ანგელოზი ჩადიოდა, წყალი იმღრეოდა და ვინც პირველი ჩავიდოდა, სწორედ ის იკურნებოდა. ახლა ჩვენ აფთიაქის რიგში არ უთმობთ ერთმანეთს გზას და იქ ახლა სრულიად რო იციან, რომ გამოჯანმრთელდება, იქ ვინმე დაუთმობდა? ჩვენ ახლა ქრისტიანები ვართ და ეს გვეშლება. აი ძიძგილაოთ, გადავასწროთ, ესე იგი, ერთმანეთს. ამას წინათ იყო, ესე იგი, სოფლიდან რომ მოვდივართ ხოლმე, იქ კარალეთში გავაჩერებთ ხოლმე ქადებთან. გაჩერდა მარშრუტკა, ჩვენ რიგში ვდგევართ 2-3 ადამიანი. გაჩერდა და ვიღაცები მივარდნენ პირდაპირ. არც გამოიხედეს რიგში დგას, ვინმე არ დგას. ერთი ის კი ვიფიქრე, რომ ეთყობა მარშრუტკის მძღოლი აჩქარებს ხოლმე, რომ დროულად ისაქენით. ხო, მაგრამ კულტურაც ხო არსებობს, ესე იგი. ხო შეიძლება, ახლა იმ მარშრუტკაში ხო შეიძლება მისი შვილი ძეს. და რას ეუბნება, რას ასწავლის ამით, პურის გამო შვილო ყველაფერზე უნდა წახვიდე? ხო არ არის სწორი. ხო უყურებს ის შვილი. მერე კი დაარიგებს იმ შვილს, მაგრამ ამ შვილს არ ამოუვა თვალებიდან ის, რაც დაინახა. ბავშვო, ჭკუა თვალში აქვს, ასეთი ნათქვამი არსებობს. თვალში აქვს, რასაც დაანახვებ, ეგ არის ჯერ მისი ჭკუა. აი ახლა წეღან მე არ ვიცი ვინ საბედნიეროდ, არ ვიცი, არ დამინახია. ვიღაც ფეხი-ფეხი გადადებული იჯდა სტოაში და მისი შვილი რო დაინახავს, რა უნდა უთქვა შვილო? ტაძარში დედიკო მეც ესე უნდა ვიჯდეო? ხო, შვილო ეთქვის? არა, შვილო, ეგრე არ შეიძლება. მაგრამ თვითონ რო ესე აკეთებს? ხო და იქაც არავინ არ უთმობდა არავის. და ეს კაცი ეუბნება, უფალო, კაცი არ მყავს რომ აიმღრევა ეს წყალი, შიგ ჩამაგდო, სანამ მე მივალო, სხვა უწინარეს ჩემსა ჩადის და იკურნება. ახლა ერთი მხრივ საოცარია ამ კაცის იმედი მაინც. 38 წელი იცის, რომ იქ რიგს არავინ არ დაუთმობს.
ისიც იცის, რომ სხვა შედარებით ნაკლებად ავათარი. ვიღაცას კაცი ყავს. მეორე მხრივ ამ სიტყვას სხვა ასოციაციად წარმოშვა. ვიღაცას კაცი ყავს, საქმეს გაუკეთებს, შინაური ყავს. ვიღაცას არავინ არ ყავს. მაგრამ აი ამ სვინაქსარში წერია დღევანდელი დღისა, რომ როგორ ამბობ, რომ არავინ არ ყავს. განა მე ვინ ვარ? ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა. განა მე შენს გვერდით არ ვარ და თითოეულ ადამიანს ეუბნება უფალი. როგორ ამბობ, რომ არავინ არ ყავს? იმიტომ რომ უფალი გვერდით ყველას ყავს. შეიძლება ესეთი შინაური ნაცნობი მოკლე გზას რომ გაჩვენებს და საქმეს ჩაგიწყობს, არავინ არ ყავდეს. მაგრამ იმაზე დიდი და იმაზე ბრძენი, იმაზე მეტად შემძლებელი, შეუდარებლადაც არის ღმერთი, რომელიც ჩვენ ან გვყავს და ან არ გვყავს. ეს იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რომ ღმერთის ჩვენდამი დამოკიდებულებაზე, ეს ჩვენ ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე. მაგრამ ეს კაცი მაინც იმედით მოდის, აი ქართველ კაცს გამოთქმა აქვს, რაღაცა იქნება, იმედს არ კარგავს მაინც. ეს კაციც ამიტომ მიდის. მაგრამ საოცარია შემდეგ ცვლილება ამ კაცისა. აი შეხედეთ, მაცხვარი ეტყვის, ადექი აიღე შენი სარეცელი და წადი. ადექი ნიშნავს, რომ ის გამოკეტა, ესე იგი, სიცოცხლე დაუბრუნდა. აიღე შენი სარეცელი ნიშნავს, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა. იმიტომ რომ კაცი თუ გამოჯანმრთელდა და სუსტად არის, სარეცელი კი არა, თავისი ტანისამოსი შეიძლება ძლივ ჩაიცვას და წავიდეს. შენი საწოლი აიღე და წადი, ნიშნავს, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა. ეუბნებიან, არ არის ჯეროვანი გარშემო ხალხი ეუბნება, არ შეიძლება, შაბათი დღეა დღეს და რომ აიღო შენი საწოლი და წახვიდი, არ შეიძლება. მაგრამ აი ნახეთ, აი რამხელა რაღაც მოხდა. ისინი მაინც თავის წესებზე არიან. ესე იგი, ჩარჩენილები და თუმცა წესი კარგია, მაგრამ წესი თუ ესე იგი გახდა ჩვენთვის ღმერთი, ის უკვე არ არის კარგი. ესეუბნება, ვინც მე მითხრა, რომ შენი სარეცელი აიღე და წადი, ვინც მე გამოჯანმრთელა, მან ესე მითხრა. წარმოიდგინეთ, ახლა ისეთი რამ მოხდა, რომ არავის არ შეეძლო სხვას. და ვინ არისო, ვინც ეს გითხრაო და ამ განკურნებულმა არ იცოდაო, როგორც ივანე ღვთისმეტყველი ამბობს, ვინ იყო, რადგანო იესო თვალს მიეფარავ, რადგან ხალხი იყო, მრავალი ადამიანი იყო იქ იმ ადგილზეო და ამიტომ თვალს მიეფარა. ის კი არა დადგა, რომ გამოჩენილი იყო, რომ მე გავაკეთე. ამით ჩვენ გვასწავლა, რომ რაღაცა სიკეთეს რო გააკეთეთ, უნდა თვალს მიეფარო. თუ გინდა რომ ეს სიკეთე დარჩეს, მადლი იყოს ეს სიკეთე. ამით უფალმა ჩვენ ეს გვასწავლა და შემდგომ იესო ეძებს ამ კაცს და მოძებნა და იპოვა ტაძარში. თუმცა რა დიდი მოძებნა უნდოდა, მაგრამ სახარებაში ასე წერია. ადამიანურად ჩვენ რო გავიგოთ, რომ უფალმა ყველა იცის, ჩვენც ვიცით ახლა ვინ სადგე ვარ და ვინ რას ვაკეთებ და ვის გულში რა ფიქრები. იპოვა ტაძარში და უთხრა, რომ აჰა, ცოცხალი ქმენ, აჰა, გამოჯანმრთელდი. ნუღარას ცოდავ, რაითა არა უძირესი რაიმე გეყოს შენ. აღარ შესწოდო, რათა უარესი არ დაგემართოს. მაცხვარს არ უთქვამს, რომ არ შესწოდო, რათა უფრო უარესი არ დაგემართოს. არამედ მაცხვარმა უთხრა, აღარ შესწოდო. ამ ორ სიტყვას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. შეიძლება შვილს უთხრა, არ შეჭამო შვილო, ეგ ყვახე ქლიავი, თორემ უცელს გადგეს. და წინასწარ ავთხილებ, მაგრამ აღარ შეჭამო ნიშნავს, რომ თავის დროზე ჭამა, მუცელი ატკინა, მერე გამოვაკეთე და ეხლა ეუბნები, რომ აღარ შეჭამო. რომ უფრო უარესად არ გახდა. ამით რა გითხრა უფალმა? აი ეს ამხელა განსაცდელი 38 წლიანი მისი ცოდვების ბრალი იყო. იმიტომ ეუბნება, აღარ შეცოდო, თუ რომ უარესი რამე არ გეყოს და უფალს უყვარს ეს ადამიანი და თითოეული ჩვენთაგანი და თითოეული ჩვენთაგანს ეუბნება, რომ აღარ შესწოდო. გახსოვთ, ცოდვილი დედაკაცი რომ მეუყვანეს რა უთხრა?
წადიდან უღარას ცოდა, არც მე არ განგიკითხავო, მაგრამ წადიდან უღარას ცოდა, ანუ მისთვის რა არის მთავარი ის კი არა, რომ ცოდისათვის დასაჯოს ადამიანი, არამედ ის, რომ ამ ცოდიდან გამოიყვანოს და გააფრთხილოს, რომ აღარ შესწოდოს. მაგრამ არსებობს ერთი ასეთი გარდამოცემა ამ კაცთან დაკავშირებით, ესე იგი ძალიან სამწუხაროა, ეხლა შეხედეთ, კაცი რომელიც ცოდავდა, რომელმაც ამდენი სიმწარე გამოიარა, რომელიც გამოჯანმრთელდა. ეს კაცი მიდის და ეუბნება, ეს სახარებიდან ვიჩანს, რომ მივიდა, მაშინვე მოძებნა, ფარისევლები და ეუბნება, იესოა, რომელმაც მე გამკურნავ. და მერე კიდე, როდესაც იესო ქრისტე წარადგინეს მღვდელმთავართა წინაშე, კაიაფას და ანას წინაშე. და მღვდელმთავარი კაიაფა ეკითხება, მითხარიო შენი სწავლების შესახებ და შენი მოწაფეების შესახებო და იესო ქრისტე ეუბნება, მე ფარულად არაფერი არ ვისწავლებია ამ ხალხისთვის. აი, შეეკითხეთ ამ ხალხს, რასაც ვასწავლით. და იქ ერთმა ადამიანმა მაცხოვარს ხელი გაარტყა, გახსოვთ ეს სახარებიდან და ეუბნება, ასე პასუხობ მღვდელმთავარსო? და იესო ეუბნება, თუ რამე ცუდი ვთქვიო, მაშინ მითხარი რა ვთქვი ცუდი. და თუ არ მithქვამს ცუდიო, მაშინ ხელს რატო მიიტყავ? და გარდამოცემა ამბობს, რომ ეს ის კაცი იყო, რომელიც თავდაპირველად ავად იყო და განკურნა მაცხოვარი. ხედავთ, აი, ეს გარდამოცემა ეს სახარებაში არ წერია, მაგრამ უბრალოდ ჩვენ თუ ამ გარდამოცემას დავეყრდნობით, ახლა შეხედეთ. კაცი, რომელსაც ამდენი წვალება ჰქონდა გამოვლილი და ღმერთმა ესე განკურნა, ესე იმედი ჰქონდა და განიკურნა და თურმე შეიძლება იქამდე დაეშვას, დაეცეს, რომ მაცხოვარს ხელიც კი გაარტყას. იმიტომ ამბობ, რომ ჩვენ როდესაც ესე იგი ამა თუ იმ სიკეთეს ვაკეთებთ ღვთის მაგლით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაიმედებული, რომ ეგ სულ ესე იქნება. თითოეულ ადამიანს სჭირდება ის აღვირი, რომელსაც თავის თავს ამოსდებს და ყოველთვის მოჭიმული ეყოლება, ესე იგი. თორემ შეიძლება რაღაცა სიკეთეს აკეთებდა. აი, მაგალითისთვის ვიტყვი. ჩვენი ბავშვები ახლა აქ რომ უნდა იდგნენ წესით და რო არ დგანან. სამრევლო სკოლის ბავშვები, მათ თავისი ადგილი ჰქონდათ, ვაჟებსაც, გოგონებსაც. ერთი პერიოდი კარგად იდგნენ, როცა მეც უფრო მეტად ვაკონტროლებდი. მერე ცოტა თავის ნებაზე რომ მეუშვი, ახლა თვითონაც არ იციან, მე მგონი სად არიან, ზოგი გარეძი, ზოგი ლაპარაკობს, ზოგი იმოშვება. ეგ არის, ესე ეცემა ადამიანი. დაცემა განა ის კი არა, რაღაცა უბედურება ჩაიდინა. ამ ცოტ-ცოტაობით ეცემა. ზოგი ტაძარში დაილაპარაკებს, ზოგი უკან დადგება თითქოს ტაძრის გარეთ არის, მრევლზე ვამბობ ზოგადად. ერთმანეთს დაელაპარაკება რაღაცა იქნება, ზოგი სულაც, ესე იგი, წირვას გააცდენს. ესეც დაცემა. ახლა მაგალითად, აი, საერო გაგებით, შაბათი დღე, ისეთია, რომ კვირას ისვენებენ და შეუძლიათ, რომ შაბათს აღამოს მოილხინონ. კვირას ცოტა გამოშუშტებიან და შაბათს გააგრძელებენ შრომას, მაგრამ ეს არ არის სულიერი გაგება. ქრისტიანმა იცის, რომ შაბათის აღამო საქეიფოდ კი არ არის, შაბათის აღამო არის წირვისთვის მოსამზადებლად. ზოგს მერე მეტი მოსდის, ზოგი ვეღარც კი მოდის წირვაზე. და ესეც დაცემა. აი პატარ-პატარა დაცემებით იწყება ის დიდი დაცემა. ამიტომ აქაც ფრთხილად უნდა იყოს. ისის დაცემა არო დილით იტყვის, მოდი არაუშავს დღეს არ ვილოცებ. ისის დაცემა როცა იტყვის, მოდი დღეს მარხვას არ შევინახავ. მერე შევინახავ. ისის დაცემა, მოდი დღეს არ ვაპატიებ. ცოტა მერე ვაპატიებ, დავფიქრდები ჯერ. ეგეც დაცემა, უნდა აპატიო, უფალი გეუბნება. 7 გზის 60 ჯერ აპატიეო. რამდენჯერაც მოვაო და შენდობას გთხოვსო, იმდენჯერ აპატიეო. მაგრამ ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ თუ არ გთხოვს შენდობას არ აპატიო. პატიებით ყველა შემთხვევაში უნდა აპატიო, შენს გულში უნდა აპატიო.
მაგრამ ვინც შენდობას არ ითხოვს და მას ეუბნები რომ მე მიპატიებია შენთვის ის სულელად ჩაგდრის მაგრამ თუ მოდის და გთხოვს რომ აპატიო მაშინ კი ბატონო ეტყვი მაგრამ გულში კი მანამდე ნაპატიები უნდა გქონდეს და ესეც დაცემა ადამიანი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს ესე იგი და ამიტომაც აი ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ესე იგი ჩვენს თავს რომ ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ ახლა იმაზე ვამბობდი აი ბავშვებზე მათ რო იცოდნენ რომ მე სულ უყურებ ისინი არ გააკეთებენ ამას მაგრამ მე სადამდე უყურებ ამ მშობელი სადამდე უყურებ შვილს ადამიანს ქრისტე უნდა ყავდეს თვალწინ მოძღვარიც რომ ყავდეს თვალწინ ეგეც სარგებლოს მოუტანს აი ხა მე რო ვფიქრობ ხოლმე რომ ამათ იმ რაღაც კეთების დროს მე რომ ეხლა ჩემი მოძღვარი მიყურებდეს თქმა უნდა უფრო მეტად თავშეკავებით ვარ იმის შემდეგ რაც ეს მახსოვს თუ არა და რომც არ მიყურებდეს განა მაინც მასთან არ უნდა მივიდე და არ უნდა ვთქვა რომ აი მე ესე გავაკეთე მაინც ეგრე და განა რომც არ მახსოვდეს რომ უფალი მიყურებს ისედაც ყველაფერი არ იცის ამიტომაც აი ჩვენ ყოველთვის უნდა გქონდეს ის განცდა რომ ჩვენ უფალი გვიყურებს ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ რომ ეს მოძღვარს მოეწონება თუ არ მოეწონება თუმცა ჩვენ უფალმა ისიც გვასწავლა რომ 10 კაციდან ერთიც რო აკეთებდეს ამას და ერთიც რო იყოს მადლიერი არც ეს არ უნდა გაგიკვირდეს 30-დან 3-ს რო გააკეთოს ისე როგორც შენეობნები ესეც უნდა ჩათვალო რომ ნორმალურია შენ როგორც მამა თუ როგორც მშობელი ამას კი შეეგუები მაგრამ იმ 27-ს რა ხეირი ამით რომელიც იმ 3-ში ვერ მოხდება იმ 9 კეთროვანს რა ხეირი იმითი ერთი რომ მივიდა და მადლობა რო უთხრა მათ არაფერი ამიტომაც აი ჩვენ ამაზეც უნდა დავფიქრდეთ ერთი მხრივ იმაზე რომ 100 კაციდან თუ 10 მაინც არის მადლობელი ეს ნორმალურია იმისთვის ვინც რომა გასწია მაგრამ იმ 90-ისთვის არ არის ეს ნორმალური და ის 90 არ არის განწირული იმისთვის რომ უმადური იყოს ყველა შეუძლია მადლიერი იყოს უფალმა კი არ გადაარჩია 9 კეთროვანი რომ წინასწარ კი არ განუსაზღვრო თქვენ უმადურები უნდა იყოთ ყველა შეეძლო მადლიერი რო ყოფილიყო ჩვენც უნდა ვიფიქროთ ესე იგი აი ჩვენი ეკლესიაში მოსვლამდე ვინ ვიყავით რა როგორ ცხოვრობდით რას ვაკეთებდით და ღმერთმა რა მოიმოქმედა ჩვენ ცხოვრებაში რომ ჩვენ ეს გვახსოვდეს და რომ ყოველთვის მადლიერი ვიყოთ მის ჩვენი რწმენაში მოსვლამდე და ეხლა და ეს მადლიერება კიდევ უფრო წინ წაიყვანს ადამიანს და კიდევ უფრო მეც გააკეთებინებს მაგრამ თუ ამაზე არ ფიქრობს და ყველაფერს თავის დამსახურებას მიათვლის მაშინ ესე იგი უკვე მისი უკანსვლა არის დაწყებული და აი ეს განღვეული მადლიერი რო ყოფილიყო უფლისა 38 წლის მერე ესე რომ გამოაჯანმრთელა ის აღარ დადგებოდა და მღვდელმთავართა მოსაწონებლად მათთვის თავის მოსაწონებლად ხელს არ გაარტყამდა ამიტომ ეს არ არის ვიღაცაზე ეს სახარება დაწერილი ეს თითოეულ ჩვენგანზეა დაწერილი ჩვენა ვართ ის განღვეული რომელსაც ყოველ დღიურად უფალი ჩვენ გშველის ამოვყავართ ამა თუ იმ ცოდვიდან თუ განსაცდელიდან თუ ჭირიდან და გვეუბნება რომ ნუღარ შესწოდა რომ რაიმე უფრო უარესი არ შეგერთხილოს ხალინდელი დღე არის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენება ჩვენ ღამით სოფელში გვექნება ფლავში გვექნება წირვა და წინასწარ ყველა ანდრიას ვულოცავ ესე იგი აი ჩვენს ყავს იქაროსანი ანდრია ყავს ანდრია პირველწოდებული არის ის ვინაც პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში მერმის კი არის ესე იგი 1700 წლის თავი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებიდან მაგრამ ქრისტიანობა ჩვენთან პირველივე საუკუნეში შემოვიდა
მოციქულთა მიერ. ამიტომაც ჩვენს ეკლესიას ასე ეწოდება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. ყველა ტერმინს თავისი მნიშვნელობა აქვს და ის სამოციქულო სწორედ იმას ნიშნავს, მოციქულთა მიერ არის ნაქადაგები ქრისტიანობა საქართველოში, ანუ პირველივე საუკუნეებით. ანდრია პირველწოდებული შემოვიდა და პირველი თემები, ქრისტიანული თემები, სწორედ ანდრიას დროსვე იყო. სიმონ კანანელი ქადაგებდა, მატათა მოციქული, საფლავი აქ არის საქართველოში, აფხაზეთში, ყომაში. ასევე ბართლომე. აი მისი დღესასწაულია ხვალინდელი დღე და შეგვეციოს მისი მეუხება და ღმერთმა დალუცული და გახარებულები გავყოთ. ქრისტე